მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწანდით. მიხარია რომ არტიზმუსის ფარგლებში, რომელიც წელს პირველად ტარდება, განახილული გახლავთ, რომ ჩვენ დავუდგინეთ დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კრედიტის ინსტიტუტის რეგულების გამოცემების პრეზენტაციას. მე გახლავართ ირმა დევიძე, კრედიტის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი და როგორც სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აი ამ კონტექსტში ვიქავებ უბრალოდ ამ პრეზენტაციის ორგანიზება და მისი ტარგვა. 2023 წელს ჩვენს უნივერსიტეტს შეუსრულდა 100 წლის საერთო თარიღი აღმოჩნდა. 100 წელი შეუსრულდა და ეს თარიღი ეს თარიღი მოგეხსენებათ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი უმაღლესი სასწავლებელი ვერ გაიკვირთნის ასეთი არამხოლოდ ხანგრძლივობით თავისი არსებობის, არამედ ძალიან საინტერესო ისტორიით და ტრადიციით. კვლევითმა ინსტიტუტმა საგანგებო სესია მიუძღვნა ამ თარიღს და ძალიან საინტერესო სურათი შეიკლა ამ სესიის დროს, რომ სულ სხვადასხვა მიმართულებით იქნა, სხვადასხვა კუთხით იქნა დანახული ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია და კრებული, რომელსაც ქვია ისტორიის კვალდაკვალ სათეატრო ინსტიტუტიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე აერთიანებს არამხოლოდ სახელოვნებო განათლების ისტორიას საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ საინტერესო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ თემებსა და საკითხებს. აქ თქვენ ნახავთ ხანძრში არის საუკუნოვანი უნივერსიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა. საუბარია შენობებზე, რომელშიც დღეს უნივერსიტეტი არის განთავსებული. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია 19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული და ის რომ დღეს რუსთაველის გამზირზე, აღმაშენებლის გამზირზე მეორე კორპუსი, რუსთაველზე პირველი ჩვენ შეჩვეულები ვართ ამას და ჩვენთვის ეს უკვე არ წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას. მაგრამ თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ამ შენობებს ძალიან დიდი საინტერესო წარსული აქვს და მათი მხატვრული ღირებულებაც სწორედ ერთ-ერთი განსაზღვრელი არის, რომ ისინი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. თუ პირველი კორპუსის შენობა იყო სასტუმრო პალასოტელი, ისა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ეს გახლდათ ქალთა გიმნაზია. ანუ თავიდანვე საგანმანათლებლო ფუნქციით აშენდა. ჯერ იყო პროგიმნაზია, მერე ქალთა მეორე გიმნაზია, ქალთა მეხუთე გიმნაზია და ასე შემდეგ. ეს ერთი რაც დაუშვათ შენობებს შეიძლება ისტორია ჰქონდეს, მაგრამ ამ შენობებში უნივერსიტეტი, მანამდე თეატრალური ინსტიტუტი, მანამდე სათეატრო ხელოვნების ინსტიტუტი შემოვიდა როგორც უკვე ძალიან დიდი ტრადიციის მქონე უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ სულ პირველად 1923 წელს, სადაც ის განთავსდა, ეს გახდა რუსთაველის თეატრი. რუსთაველის თეატრის მესამე სართულზე, მესამე სართულის ნაწილში, სულ რაღაც რამდენიმე აუდიტორიაში, დღეს აკაკი ხორავას სახელობის აუდიტორიაც რო არის შემორჩენილი ძველი მხატვრობით და დღემდე არის ჩვენი უნივერსიტეტი ამ სივრცეში. მაგრამ როგორც ხედავთ, იმ 23 წლის მერე როგორ გაიზარდა, განვითარდა და დღეს უკვე ურუზარმაზარ ნაგებობაშია. რა თქმა უნდა, ეს წიგნი მე უბრალოდ ეს სტატია არის ჩემი ავტორობით, ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს და თემას უკავშირდება და თვითონ გამოსვლელს უნებრივია ექნება შესაძლებლობა, რომ თქვენი ყურადღება სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილოს. მაგრამ არაფრით არ შემიძლია ერთი არ აღნიშნო, რომ უკაცრავად ბუდის გიხდით ჩემი ხმისთვის, რომ როდესაც შეიქმნა 1923 წელს სათეატრო ხელოვნების ინსტიტუტი, გარდა იმ დიდი ძალისხმევისა, რაც ჩაიდო მის შექმნაში და ამის დასტური არის ისიც, რომ პედაგოგები, ვინც ასწავლიდნენ სათეატრო ინსტიტუტში, ედოშა თეორიულ საქმეს, ვიალაპარაკობ მარჯანიშვილზე, აკაკი ფაღავაზე, აკაკი ხორავაზე, მე ვსაუბრობ იმ თეორეტიკოსებზე, ვინც
ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, რომელიც აკადემიას ხელმძღვანელობდა, ქართული ხელოვნებაცოდნეობის დარგის ფუძემდებელი, საღამოობით მოდიოდნენ, რომ ლექციები ჩაეტარებიათ. ანუ მათ ძალიან კარგად ესმოდათ მნიშვნელოვნება სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის. და მათთან ერთად იყო აკაკი შანიძე, დიმიტრი უზნაძე, იოსებ შავლემანი და ასე შემდეგ. მოკლედ ამ კრებულში არის მცდელობა, რომ ჩვენი ინსტიტუტის აი ეს საუკუნოვანი ისტორია რაღაც ერთიან სურათად შეიკრას და აქ იყოს არა მხოლოდ სათეატრო ხელოვნებაზე, არამედ კინო ხელოვნებაზეც, როგორ განვითარდა კინოფაკულტეტი, ვინ მოღვაწეობდნენ, როგორც დრამის მიმართულებით, ასევე კინოს მიმართულებით და კიდევ ერთი, რაც დაემთხვა 100 წლის იუბილეს, გახლავთ ის, რომ ხელოვნებაცოდნეობის სპეციალობას 30 წელი შეუსრულდა ამ პერიოდში და აი ქალტონ ნატოს სტატია არის, რომელიც მოიცავს უკვე ისტორიას 70 წლიან ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას. მე ჩუბინაშვილი ვახსენე და აქვე არ შემიძლია არ ვახსენო ბატონი ვახტანგ ბერიძე და მე უკვე ნატოს ნაშრომში არის მთელი ისტორია ამ დარგის განვითარების და იმ მეცნიერების და პედაგოგების, ვინც მოღვაწეობდნენ. ეხლა რაც შეეხება მეორე კრებულს, მე ახლა საუბრობ აი ამაზე, რომელიც უნივერსიტეტის ისტორიას ეხება და რაც შეეხება მეორე კრებულს, რომელიც გახლავთ არტ-კვლევით. ეს არის ჩვენი კვლევითი ინსტიტუტის ყოველწლიური შრომების და ერთგვარად რო გადავხედე ამ ორივე კრებულში გამოქვეყნებულ ნაშრომებს, ხშირ შემთხვევაში გამოვიდა რაღაცნაირად გაგრძელება. და ვფიქრობდი, რომ ალბათ ეს ბუნებრივიც არის, ლოგიკურიც არის, ერთის მხრივ ბუნებრივია ჩვენ თემატიკა სხვადასხვაგვარი გვაქვს, ცხადია, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ესე აღმოჩნდა. ასე გამოვიდა ჩემ შემთხვევაშიც. ამ კრებულში მე მაქვს ნაშრომი ბატონ გივი ცერაძეს. ბატონი გივი ცერაძე ჩემთვის გახდა აღმოჩენა. ეს არის მხატვარი, რომელიც 22 წლის განმავლობაში მუშაობდა იმდროინდელ თეატრალურ ინსტიტუტში. გახდა მხატვარ დეკორატორი. და რომ ნახეთ ჩვენს სასწავლო სამეცნიერო არქივში არის დაცული თვითონ უნიკალური მასალა, რომელიც ინსტიტუტის და უნივერსიტეტის ისტორიას ინახავს. ეს მასალა მრავალფეროვანია. ფოტომასალა, აფიშები, პროგრამები, დოკუმენტები და მათ შორის არის ესკიზები, რეპერტუარები და როგორც აღმოჩნდა, ბატონ გივი ცერაძეს ეკუთვნის ყველაზე მეტი ესკიზი, რაც არის დაცული, 72 ესკიზია, მაგრამ ეს რაც ჩვენ გვაქვს არქივში. როგორც აღმოჩნდა, მას 100-ზე მეტი სპექტაკლი აქვს მარტო თეატრალურ ინსტიტუტში გაფორმებული და ის რაც ჩვენთან არის დაცული, არის 1958-60 წლებში გაფორმებული. რო თქვი აღმოჩენა, იმიტომ თქვი აღმოჩენა, რომ ეს არის მხატვარი, რომელიც იმსახურებს, რომ ჯერჯერობით მონოგრაფიული კვლევის საგანი უნდა იყოს მისი შემოქმედება და რო გავეცანი და შევეცადე, უფრო მეტი გამეგო ამ მხატვარზე და ქალტონ ნინო ცერაძეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომ არა მისი არქივი და ჩვენს არქივში დაცული მასალების შეჯერება ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა იმ სურათის აღდგენა, რაც მეტნაკლებად წარმოდგენას ქმნის მის შემოქმედებაზე და კონკრეტულად თეატრალურ ინსტიტუტში. არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანი, რომელიც 55 წლის ასაკში წავიდა და დატოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა, რომელიც ფიქრობ ხვალზე, გმაზე უკვე სხვაგვარად შესწავლის საგანი იქნება. ის არ იყო მხოლოდ მხატვარ დეკორატორი, ის იყო მთავარი მხატვარი მოზარდმაყურებელთა რუსულ თეატრში, ჰქონდა გამოფენები უამრავი და საბჭოთა კავშირის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და პერსონალურ გამოფენაზე ეს ჩემთვის ახლა საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ პერსონალურ გამოფენაზე
სადაც იყო წარმოდგენილი მისი პეიზაჟები, პორტრეტები, ასევე იყო თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები, ანუ ესკიზები. და 13 სპექტაკლის ესკიზები ეკუთვნოდა თეატრალურ ინსტიტუტის სპექტაკლებს, მის მიერ გაფორმებულს და საუკეთესო ნამუშევრებში სწორედ შესული არის ბატონი გივის ეს აქ შესრულებული ესკიზები. მე ქალბატონ ნინოს მადლობას იმიტომაც მივახსენებ, რომ ეხლა ის დოკუმენტაცია, რომელიც ამ ნაწილში არის გამოყენებული, ეს არის ავტობიოგრაფია, ქალბატონ ეთერგულიშვილის დახასიათება. ანუ ისეთი მასალა, რომელიც პირველწყაროა, დოკუმენტია, რომელსაც კითხვის ნიშანი არ შეიძლება დაესვას და არის ისეთი მასალები, რომელთა როგორც თქვი, ჩვენს არქივში დაცულ ფოტოებთან, ესკიზებთან, პროგრამებთან შეჯერების შედეგად უკვე მართლაც რაღაცა ისეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი შემოქმედის პორტრეტი იქნება. ეს ნაშრომი ახლა უკვე შესულია წიგნში, რომელიც თეატრალური ინსტიტუტის მხატვრებს ეძღვნება და ასე ვთქვათ, ის კოლექცია, რომელიც ჩვენ არქივში არის დაცული და ქალბატონი ეკა კონტრიძე ვესწრება. და ეს სპეციალურად მინდა ქალბატონ ეკას გადავცე და ქალბატონ ნინოს თანხმობით ის მასალები ელექტრონული, რომელიც ბატონი გივის არქივის შემდეგ მაქვს, რომ ჩვენ არქივშიც ინახებოდეს. ეს ერთი კრებული მინდა ქალბატონ ნინოს და ჩვენს არქივს აგროვებოდ გადავცე და აქვე არ შემიძლია ეს მერე ჩვენს არქივს და საგანგებოდ არ შემიძლია მადლობა არ გადაუხადო ჩვენ სარეცენზიო სარედაქციო საბჭოს. ყველა ნაშრომი გადის რეცენზირებას, როგორც ადგილობრივი ჩვენი ექსპერტების მიერ, ასევე უცხოელების მიერ და ესენი გახლავთ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასევე უცხოელი ექსპერტები და მე ახლა ვისაც ვხედავ ქალბატონ ლელაოჩიაურს პერსონალურად მინდა მადლობა გადაუხადო ნატო გინგიურს და მინდა უბრალოდ წაგიკითხოთ ის სახელები, ვინც გახლავთ ჩვენი სარედაქციო საბჭოს წევრები და სათავეში მას ბატონი გიორგი შალუტაშვილი დგას, ჩვენი რექტორი და უნდა გითხრათ, რომ იშვიათია, მე ყოველ შემთხვევაში პრაქტიკაში არ მქონია, რომ რექტორი კითხულობდეს ყველა ნაშრომს, რომელიც კი შედის რომელიმე კრებულში, ამ შემთხვევაში ჩვენი კრებულები მაქვს ხედველობაში. ქალბატონ თიაურუშაძეს, გვანცა ღვინჯილიას, ეკატერინე გელიაშვილს, თამარ ვეფხვაძეს, ეკა კიკნაძეს, ალექსანდრე კარტოზიას, ოთარ კაპანაძეს, მაია კიკნაძეს, მაია გვესწრება, დიდი მადლობა, ნიკოლოზ წულუკიძეს, რუსუდან კლარა ცხელიას, ჰაიკე შპის, პიტერ ლიფსონს, ქეთევან ტრაპაიძეს, ირინე აბესაძეს, ფოლკმარ ჰანზენს, მარინა ხარატიშვილს, რუსუდან სულაკაურს და ჩვენს ყველასთვის საყვარელ ანანო სამსონაძეს, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით არ არის, მაგრამ ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა. ყველას ამ ჯგუფს ადამიანების ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და ეხლა მინდა სიტყვა გადავცე კვლევით ინსტიტუტის დირექტორს, თეატროლოგს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ბატონ გიორგი წკინიშვილს. არ მინდა რომ დიდი სიტყვა გამომივიდეს, ამიტომ გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში ჯერ თეატრალური ინსტიტუტის არსებობით დროს იყო სამეცნიერო სექტორი, სხვადასხვა სახით არსებობდა, მაგრამ ჩვენი ინსტიტუტი შეიქმნა 2017 წელს და წარმოდგენილია ამ ხნის განმავლობაში და მე მგონი არასრულად არის კიდე რაღაცები აქვია კრებულები და წიგნები, რაც შეიქმნა ამ წლების განმავლობაში. და ეს
სწორედ იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც აქ მუშაობს, თავიდან როცა შევიქმნით 4 ვიყავ მე ნელ-ნელა ვიბარდეთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს პირდაპირ წერია განათლების კანონში, თუ უნივერსიტეტს არ აქვს კვლევითი ინსტიტუტი, ის არ არის უნივერსიტეტი, არის კოლეჯი. ასე რომ ეს ტრადიცია ამ უნივერსიტეტში ჩვენამდეც იყო, მაგრამ ჩვენ ვარსებობთ სულ რაღაც აი 8 წელიწადია. ნოემბერში შეგვისრულდება 8 წელი. ეხლა მოკლედ გეტყვით ჩემი სტატიის თაობაზე ამ ორივეშია. რაც შეეხება ისტორიის კვალდაკვალ უნივერსიტეტის 100 წლის თავზე რო არის, 100 წლის თავისად მიწვნილი, იქ ამაქვს მე წერილი თეატრალური სწავლა-განათლების ისტორიის შესახებ საქართველოში. ანუ სანამ დაარსდებოდა თეატრალური ინსტიტუტი, როგორ იყო მანამ. ну, მოკლედ გეტყვით, ჯერ კიდე აი ბერიკებიდან რო ავიღოთ, ხშირად წარმოდგენა გვაქვს ხოლმე ისეთი, თავმომად შეიძლება ითქვას და ეს არ არის ჩემი ორიგინალური აღმოჩენა, რომ ბერიკები იყვნენ პირველი ქართველი პროფესიონალი მსახიობები, იმიტომ რომ ისინი ამ ხელობას ეუფლებოდნენ, ეს არ იყო შემთხვევით ქუჩიდან მოსული ხალხი. ისინი სწავლობდნენ, ზოგი მემკვიდრეობით გადადიოდა მამაშვილზე, მთელი გვარები იყვნენ ამ ხელობის წარმომადგენლები, ზოგი ოსტატს მიებარებოდა ხოლმე, ასე რომ სწავლობდნენ. და შემდეგ უკვე ერეკლემების სამეფო კარის თეატრი იქნება მე-18 საუკუნე. მათ შორის ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული, ზოგიერთს გაუკვირდეს მომავალი მსახიობების აღზრდაში იმდროინდელ თელავის და თბილისის სასულიერო სემინარიებს, იმიტომ რომ იქ ისწავლებოდა საგანი, ეს იყო მეტყველება არა იმისთვის, რომ თქვათ ადამიანებს ემსახიობათ, არამედ იმისთვის, რომ ისინი იყვნენ მომავალი მოძღვარები და მიემართათ გამართული მეტყველება ქონდათ, რომ რეალისტვის გაეგებინებინათ რას და ამას გარდა ისინი თამაშობდნენ ფრაგმენტებს სხვადასხვა პიესებიდან, ასე ვთქვათ, სხვადასხვა. ყველა არ გამოვიდა იქიდან სასულიერო პირი, როგორც ვიცით ისტორიულად, ზოგი რა გამოვიდა და ზოგი რა, მაგრამ բոլ შემთხვევაში მსახიობებიც გამოვიდნენ აქედან და იქ იყო რამდენიმე ადამიანი, აი მაგალითად გაიოს რექტორი იყო ასეთი, დავით რექტორი, რომელიც თავადვე მონაწილეობდნენ, ასე რომ თუ მსოფლიო თეატრის ისტორიას გადავხედავდათ და იქ არის ხშირად შემთხვევები, რომ ეკლესია დევნიდათ საქართველოში ცოტა სხვა სიტუაციაა ამ ხრივ. შემდეგ უკვე ამ სტატიაში საუბარი არის უკვე გიორგი ერისთავის თეატრზე, ანუ აღდგენილ პროფესიულ თეატრზე 1850-56, როგორ აღზარდა მან მსახიობები თვითონ და შემდეგ უკვე აი 1879 წლის იმ მოდიმოქმედ ქართულ თეატრზე, რომელიც ილიამ და აკაკიმ დაარსეს და რომელსაც დღეს რუსთაველის თეატრი ეწოდება. და მერე უკვე არის მე-20 საუკუნეში პირველ სტუდიაზე საუბარი, ეს იყო 1911-14 წლებში ლადო მესხიშვილი და ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით. ეს არის უკვე პირველი, ასე ვთქვათ, ცდელობა თეატრალური სასწავლებლის. მერე ამას მოსდევს ყველასათვის ალბათ ცნობილი 18-20 წლებში გიორგი ჯაბადარის სტუდია, რომელმაც ფაქტიურად მე-20 საუკუნის ქართული თეატრის და კინოს დიდი მსახიობები აღზარდა ვერიკოდან და უშანგი ჩხეიძიდან და აკაკი ვასაძით დაწყებული. და შემდეგ არის უკვე აკაკი ფაღავას სტუდია 22 წელს გახსნილი, რომელიც ერთ წელიწადში გადაკეთდება სახელმწიფო სპეციალური დადგენილება არსებობს თბილისის სათეატრო ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 23 წლის 10 ოქტომბერს, ასე რომ აი 100 წელი, უბრალოდ წვეტაა მერე 26 წელს სამწუხაროდ იხურება ეს ინსტიტუტი და 13 წლიანი წვეტაა მერე და მაგრამ ამ საქმეს აგრძელებს რუსთაველის თეატრთან გახსნილი სტუდია, რომელიც 1927-29 წლებში მუშაობდა და კიდევ იყო ასეთი თეატრი, დღეს რომ მარჯანიშვილის ქვია, ქუთაის ბათუმის თეატრი, რომელიც ოდესაც თბილისში გადმოვიდა, 28 წელს დაარსებულ, 30 წელს, ოდესაც ის თბილისში დაფუძნდა, მასთანაც შეიქმნა სტუდია და არსებობდა კიდე კინოსტუდიასთან, კინომსახიობთა სტუდია, რომელიც 1939 წელს ყველა ეს სტუდია დაიხურა, იმიტომ რომ აკაკი ხურაუს ხელმძღვანელობით აღდგა თეატრალური ინსტიტუტი. ასე რომ აი ეს გზა არის ნაჩვენები პროფესიულ უმაღლეს სასწავლებლამდე როგორ ხდებოდა საქართველოში მსახიობის აღზრდა და ის რომ
ჩვენთან ეს არ არის გასამალი და საიდუმლო, გამოყენებული იყო ჩვენი პედაგოგები მაშინ ჯერ კიდევ იყენებდნენ როგორც გერმანულ, ისე ფრანგულ, ისე რუსულ, ასე ვთქვათ, გამოცდილებას ამ თეატრალურ აღზრდის დაობაზე. და მეორე სტატიას რაც შეეხება ეს უკვე კრებულში არ კვლევებში, ეს არის საკმაოდ ისეთი უცნაური ფენომენი, რომელიც ატომაც გამოიწვია ჩემი დაინტერესება, ეს არის საქართველოში არსებულ ყოფა ცხოვრებით, ასე ვთქვათ, ყოფა ცხოვრებაში არსებული რიტუალები, რომლებიც არის თეატრალიზირებული. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ცოტა, რა ვიცი, ისეთ ხალხი ვართ, რომ გვიყვარს სცენაზე დგომა, ეს იქნება ხიარულების სუფრა თუ ჭირის სუფრა, თუ საერთოდ რიტუალები და ყველაფერს რაღაცა დადგმითი ელემენტი ახლავს და აი ეს ჯერ კიდევ შენიშნული აქვს იმ მისიონერებს, რომლებიც ჯერ კიდევ მე-16 და მე-17 საუკუნეში მოგზაურობდნენ საქართველოში, თუ როგორ ჩვენი წინაპრები და აქ არის რამდენიმე მაგალითი მოყვანილი, როგორ იყო აფხაზეთში, ეს ძირითადად შეეხება სამგლოვიარო რიტუალებს, ესეთი პანაშვიდის და დაკრძალვის, როგორ იყო ეს სვანეთში, როგორ იყო კახეთში და ასე შემდეგ, მაგრამ იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი. მე არ ვიცოდი ამის არსებობის შესახებ. თავტირილს ეძახიან, ქართულად ასე ითარგმნება, ეს არის მეგრული დუდიშნგარა ქვია. ამას, როდესაც ადამიანი ცოცხალია და ნუ არ ვიცი, უკვე ასაკში ან შეუძლოდ გზნობს თავს და შეუთანხმდება ოჯახის წევრებს და ნათესავები და ახლობლები ჩამოდიან და აი დაახლოებით როგორი სიტუაცია იცით, გია დანელიას ფილმში რო არის არ დაიდარდო, ცოცხალი ადამიანის თვალწინ ატარებენ ის ესწრება ამ ყველაფერს როგორც ერთ-ერთი მონაწილე და გლოვას, ტირილს, ვირას იტყვის, ვინმის მერე გამოდის. ო, რეპეტიცია არის გარდაცვალების. ასე რომ, აი ასეთი განახულია უბრალოდ შევეცადე დამენახა იმ კუთხით, აი სადადგმო ასე ვთქვათ ელემენტები როგორ არის და თვითონ მონაწილეობს ამაში და ერთ-ერთი მთავარი რეჟისორია ამ ყველაფერს ეს ადამიანი. ასე რომ, აი ამას შეეხება ერთი სტატია და მეორე. ეხლა მინდა სიტყვა გადავცე თეატროლოგს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ჩვენი კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს, თეატროლოგს და მანამდე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენ გამოცემას. აქ ბატონმა გიორგიმ სწორად აღნიშნა არასრული რაოდენობა არის ჩვენს მიერ გამოცემული წიგნების კრებულების და ყველა ეს გამოცემა არის ჩვენი უნივერსიტეტის გამოცემულობა კენტავში, ფაბეჭდილი და მე ყველა მის თანამშრომელს პერსონალურად ვუხდი მადლობას მის ხელმძღვანელს ქალწულ მაკაზე კაუგროპივიძეს, რომელიც ჩვენი დიზაინერიც და გამოდონებიც არის და ყველა ამ გამოცემის ავტორი, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის ავტორი, ასევე მართალია შინაურ ბუდელს, როგორც ითქვა ხოლმე, ჩვენთან შენდობა არ აქვს, მაგრამ მე ხაზგასმით მინდა აღნიშნო ჩვენი თანამშრომელი, ჩვენი კოლეგა, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ქალბატონი მარინა პაიჭაძე, რომელიც ასევე გამოვა თქვენს წინაშე. ყველა ჩვენი ვრცელი რეზუმეების ინგლისურ, გერმანულ ენაზე მთარგმნელი და ქალბატონი ქეთევან ელაშვილი, ასევე ჩვენი კონსულტანტი, რომელიც ყველა ამ კრებულის და წიგნის ლიტერატურული რედაქტორი გახლავთ. ეხლა გთხოვთ. მოგესალმებით. ჩემს ჩვენს უნივერსიტეტის საუკუნოვან ისტორიასთან დაკავშირებულ პროექტში ჩემს მიერ მოგზაურდა სტატია დრამის რეჟისორები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ბუნებრივია, ახლა არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ყველა რეჟისორზე ვერ გავამახვილებდი ყურადღებას, რამდენადაც როგორც იცით, ჩვენს ჯერ სტუდიაში შემდგომ ინსტიტუტში და ბოლოს უკვე უნივერსიტეტში საკმაოდ მრავლად მოღვაწეობდნენ ყურადღებიანი რეჟისორები. ამდენად შევჩერდი მხოლოდ იმ რეჟისორებზე, რომლებმაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შექმნეს ფუნდამენტი მსახიობისა და რეჟისორის აღზრდისთვის და შემდგომ უკვე ახალ პერიოდში
რეჟისორები, რომლებმაც ახალი ტენდენციების შესაბამისად სხვადასხვა თეატრალური მოღვაწეების მიერ შექმნილი მეთოდოლოგიის გადავსებული სისტემის საფუძველზე დღეს უკვე ზრდიან ახალ თაობას თეატრისა და კინოსათვის. ანუ პირველი ბუნებრივია, პირველი ადამიანური აკაკი ფაღავას, რომელმაც შექმნა სტუდია, შემდგომ მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა თეატრალური ინსტიტუტი და მასთან ერთად მოღვაწეობდნენ სანდრო ახლებდელი და ტოტე მარჯანიშვილი, რომლებიც უკვე სინთეზური თეატრისათვის ზრდიდნენ უნივერსალური ტექნიკისა და ეროვნული ტემპორიტმის რიტმით ახსავსებ მსახიობებს. შემდგომი ეტაპი უკვე როგორც მოგეხსენებათ უკვე აღდგენილ თეატრალურ ინსტიტუტს უკავშირდება და მაშინ როდესაც აკაკი ხორავა უძღვება თეატრალურ ინსტიტუტს, აქ უკვე მოღვაწეობს გიორგი დოქსტონოვი, რომელიც ჩვენს ინსტიტუტში ამკვიდრებს ქმედითი ანალიზის მეთოდს და სწორედ აი ამ სისტემის საფუძველზე ზრდის როგორც მსახიობებს, ასევე რეჟისორებს და რა თქმა უნდა შევეხე ჩემს ნაშრომში მის საუკეთესო რეჟისორების მოღვაწეობასაც, პედაგოგიურ მოღვაწეობას, ხდებობაში რა თქმა უნდა მიხეილ თუმანიშვილი და ლილი იოსელიანი. ეს ორი რეჟისორი, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც მსახიობის აღზრდის, ასევე რეჟისორის ფორმირების მიმართულებით და შემდგომ უკვე ასევე ძალიან ვფიქრობ ფართო ადგილი დაუთმე ვასო ხუშიტაშვილს, რომელიც 10 წლის მანძილზე მოღვაწეობდა საფრანგეთის, ამერიკის თეატრალურ სტუდიებსა და თეატრებში და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უკვე ზრდიდა ძირითადად რეჟისორებს. აი მისი აღზრდილები იყვნენ ჩვენი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რეჟისორები, ასევე თეატრის ხელმძღვანელები, გიზო ჟორდანი და შალვა დაწერელია, რომლებიც მე-20 საუკუნის 10-იანი წლებიდან თითქმის წარმატებით მოღვაწეობდნენ ჩვენს უნივერსიტეტში და პატარ-პატარა თეატრებსაც უქმნიდნენ ჩვენს უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა, აქვე გვერდული რა უარე ჩვენს თანამედროვე პერიოდის ისეთ რეჟისორებს, რომლებიც უკვე დღეს წარმატებით მოღვაწეობენ ჩვენს უნივერსიტეტში, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმეზე შევაჩერე ყურადღება, რამდენადაც თითოეული მათგანის ისეთი დაწვრილებითი გამოკვლევა ძალიან დიდ მოცულობებით ნაშრომს მოიცავდა და შევჩერდი მხოლოდ გიორგი მარგველაშვილზე, ავთომარ სიმაშვილზე, ალექსანდრე კანთარიაზე და ბოლოს რა თქმა უნდა ჩვენს ლექტორზე, გიორგი შალუტაშვილზე. თითოეული მათგანი ახალ პერიოდს იწყებს ჩვენი სასწავლო თეატრის ისტორიაში. იგი მაგალითად როგორც ალექსანდრე კანთარია, ასევე გიორგი შალუტაშვილი, მაგალითად სრულიად დაუწყარი იყო ალექსანდრე კანთარიას მიერ დაძრული მისი სადიპლომო სპექტაკლი ჩვენი წყალჭალის ხმები და ასევე მაგალითად მის მიერ ჩამოყალიბებული ფოლკლორის თეატრი, ასევე გიორგი მარგველაშვილის მიერ დაძრული არაერთი სპექტაკლი ჩვენს უნივერსიტეტში, სადაც ასევე არაერთი ძალიან საინტერესო მსახიობი აღიზარდა. მეორე ნაშრომი შეეხება უკვე არტ-კრებულში ჩემს მიერ იქნა მომზადებული 21 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისის სპექტაკლები. აქ რა თქმა უნდა განთავსდა ის დადგმები, რომლებიც ჩვენს სასწავლო თეატრში იქნა მომზადებული. პირველი ადგილი რა თქმა უნდა რეჟისორ გიორგი კაშიას სპექტაკლებზე გავამახვილებ ყურადღება. მან დადგა ორი ძალიან საინტერესო სპექტაკლი, ცოტა საკამათოც, მაგრამ ვფიქრობ, რომ საინტერესო რეჟისორად ჩამოყალიბდა. ეს იყო იგნეს ბედნიერება და ბერნარდა ალბას სახლი. შემდგომ უკვე ყურადღება გამახვილდა საბა ასლამაზიშვილის მიერ განხორციელებულ დავით კლდიაშვილის ინტერპრეტაციებზე. ასევე ბუნებრივია შევეხე იმ სპექტაკლებს, რომლებიც ჩვენი სტუდენტების მიერ იქნა მომზადებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა სპექტაკლი ჩვენთან არ იდგმება და იდგმება ასევე თეატრებში, მაგალითად გიორგი თენაძის მიერ მომზადებული იქნა საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ ილია ჭავჭავაძის მუხტარა თქმები, რომელიც საკმაოდ დიდი წარმატებით დაიდგა უკვე გუგრის თეატრში.
და ბუნებრივია ალბათ თქვენი უმრავლესობა კარგად იცნობს ასევე გიორგი სიხარულიძის გასული სეზონის ერთ-ერთ ტრიუმფალურ სპექტაკლს ვაჟა-ფშაველა სტუმარ მასპინძელე. რა თქმა უნდა, გვერდი ვერა უარი ახალ ეგრეთ წოდებულ დრამატურგიულ ნიუსებს, რომლებიც ასე თუ ისე უხვად დაიდგა ჩვენთან. აქ იყო პრობლემები წარმოჩენილი, რომელიც ადრეული სეზონებისთვის ქართული თეატრის ისტორიისათვის სრულებით არ იყო მაინდა-მაინც მისაღები თუ აქტუალური. მხედველობაში მაქვს ის მძაფრი კონფლიქტები, რომლებიც საოჯახო ყველაზე ახლობელ ადამიანებს შორის მიმდინარეობს და შემდგომ უკვე ტრაგედიებით მთავრდება, გარდა ამისა არატრადიციულ ურთიერთობებზე აგებულ სპექტაკლებს და შემდგომ უკვე მათი ურთიერთობების ტრაგიკულ ფინალს. პირველ რიგში ამ გამოსახელებს რა თქმა უნდა ალექსი ჩეჩუღინაძის სპექტაკლს უხერხემლო, რომელიც კინოსახიობთა თეატრშიც დაიდგა და ილია უნას თეატრშიც. რა თქმა უნდა აღსანიშნავი იყო ასევე გეგა გაგნიძის სპექტაკლი შავი ფრინველი, რომელიც მომზადდა მის სადიპლომო ნაშრომად და სპექტაკლები, რომლებიც ასევე ზელიორის დრამატურგიის საფუძველზე შეიქმნა, დედა მამა ვაჟიშვილი და აი სულ გასულ წელს მაგალითად თემოძო ალმა მოამზადა საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი შერომობილ ზარიყავი, სადაც ასევე ძალიან საინტერესო მსახიობი დაიბადა კესო ავალიშვილის სახით, რომელიც რამდენიმე თბილისის წინ დაჯილდოვდა სტუდენტური პრემიით და ფიქრობ მაგაც მისგან ძალიან საინტერესო მსახიობი შეემატება ქართულ თეატრს. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ამ სპექტაკლის საფუძველზე, რომლებიც დავასახელე, გამოჩნდნენ ძალიან საინტერესო მსახიობები, რომლებმაც სულ მალე სხვადასხვა თეატრების სცენებზე კიდევ ახალი საინტერესო როლები შექმნეს და დარწმუნებული ვარ, რომ შავშანძელი სარეპერტუარო პოლიტიკაში დარჩენილი მსახიობებიც ასევე თავიანთ ძალიან ისე ხმამაღალ სიტყვიან ქართული თეატრის ისტორიაში. ამჯერად სულ ეს არის და დიდი მადლობა. ჩვენი კვლევითი ინსტიტუტის ერთი თავისებურება, რომელიც მე ძალიან მიწონს და საერთო ჯამში რომელიმე კონკრეტული ერთი მიმართულების კვლევას არ გულისხმობს. ჩვენთან არიან თეატრცოდნეები, ხელოვნებაცოდნეები, კინომცოდნეები, ქორეოლოგები, ლიტერატურაცოდნეები, ეხლა აუდიოვიზუალური ხელოვნების სპეციალისტები შემოგვიერთდნენ და ძალიან მრავალფეროვანია ის ნაშრომები, რომელიც თავს იყრის კრებულებში. აი ეხლა და ყურადღება მივაქციო აი გარდა ამისა ეხლა აი აკაჩერი მარია. ეს არის ჩვენი კრებულების მოკლედ დები და ჩვენი ასისტენტ კვლევარი არის მარია მუშხანი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრი და გარდა კვლევითი საქმიანობისა, როგორც ხედავთ, ის არაჩვეულებრივი დიზაინერია. ამ კრებულების ავტორი გახლავთ მარიამი და არამხოლოდ კრებულების, არამედ მთელი რიგი წიგნების. ასე რომ ამ ხრივ ეს მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი საქმიანობისთვის და ეხლა რომ გავაგრძელოთ და ეს მრავალფეროვნების ხაზით განვავრცოთ, ჩვენ კვლევითი ინსტიტუტში არის ქალბატონი ხათუნა დამჩიძე, ქორეოლოგი, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. მოგესალმებით. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს. აქ რა თქმა უნდა, მე ქორეოლოგი რას გავაკეთებდი თუ არა, რომ მომეძიებინა ის მასალა, რომელიც ამ მიმართულებით უკავშირდება თეატრსა და კინოს უნივერსიტეტს. პირველ რიგში იყო მოსაძიებელი ის მასალა, თუ ვინ ასწავლიდა თეატრალში, სათეატრო ინსტიტუტში. მაგრამ ამ მასალის მოძიებამდე გადავწყვიტე, რომ უფრო წინ წამსულიყავი და უფრო ადრე, ასე ვთქვათ, ძველი მასალა გამომეყენებინა და დავიწყე ჯაბადარიდან, გიორგი ჯაბადარის სტუდიიდან. რატო? იმიტომ რომ
თავარი ამ პერიოდში სწორედაც იყო პლასტიკური, ქორეოგრაფიული ელემენტების გაძლიერება თეატრში. და როცა ჯაბადარმა 1910 წელს დაიწყო თავისი სტატიების გამოქვეყნება, როგორი უნდა იყოს მსახიობი, როგორი პლასტიკური უნდა იყოს, როგორი უნდა ფლობდეს ქორეოგრაფიის ელემენტებს, რაც მას სცენაზე ძალიან გამოაჩვევა, სწორედ აქედან დავიწყე და აი ეს ტრადიცია შემდეგ გადავიდა მის სტუდიაშიც და სტუდიის შემდეგ კიდევ უკვე სათეატრო უნივერსიტეტში, რომელიც 1923 წელს გაიხსნა. ვერ ვიტყვი, რომ აქ რაღაცა ანალიტიკური მუშაობა მაქვს ჩატარებული, იმიტომ რომ ეს იყო ფაქტობრივად პირველი მცდელობა, რომ ამგვარი მასალა, უფრო სტატისტიკური მასალა მომეგროვებინა და ესეც საკმაოდ ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაცე ქალბატონ თამილ ქამუშაძეს, რომელმაც არ ვიცი საიდან ამოიღო ძველი დავთრები, განაწილება საგნების, პედაგოგების და რაზედაც კი ხელი მიგვიწვდებოდა, აი ეს მასალა მოვაქციეს სწორედაც ჩემს ნაშრომში, როგორც აღმოჩნდა 23 წელს, როდესაც სათეატრო ინსტიტუტი შეიქმნა, ვალენტინა ვენდეროვიჩ-ჟღენტი ასწავლიდა პლასტიკას სტუდენტებს, ხოლო თავად ახმეტელი მიმოდრამას. ეს დრო მალე იცით რომ დასრულდა 26 წელს შეწყვიტა არსებობა ინსტიტუტმა და უკვე აი 39 წლიდან ძალიან საინტერესო ამბები განვითარდა იმ თვალსაზრისით რომ აქ უკვე მუშაობას იწყებს ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ქორეოგრაფი ჯანო ირაკლი ბაგრატიონი და იქმნება სამეცნიერო საბჭო, სადაც უკვე ვენდეროვიჩ-ჟღენტთან ერთად ჩანს ლილი გვარამაძე, რომელიც იყო ჩვენი ერთ-ერთი ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, ქორეოლოგიის ფუძემდებელი. აქვე 1955 წელს იხსნება სასცენო მოძრაობის კათედრა და დავით ჯავრიშვილი, ასევე ერთ-ერთი ქორეოგრაფი და ქორეოლოგი, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ბოძი ქორეოლოგიისა და ქორეოგრაფიის იწყებს მუშაობას, დიდი ხანი არ მუშავია 47 წლამდე, მერე ქალბატონ ნათელა იონათანიშვილი, შემდეგ ზარეცკი და ასე შემდეგ. 1965 წელს უკვე სარეჟისორო მიმართულებით არ შემეშალოს, სწორად რომ ვთქვათ, საბალეტმაისტერო განყოფილება იქნება, სადაც უკვე ვახტანგ ჭაკუკიანი უდგება სათავეში და აი ამ ასე ვთქვათ შემადგენლობით და გარდა ამ ასე ვთქვათ გუმბერაზე ადამიანებისა მუშაობდნენ კიდე სხვების ქორეოგრაფები, რომლებიც შეიძლება ასე დიდი ფიგურები არ არიან, მაგრამ თავისი წვლილი, რა თქმა უნდა, შეიტანეს უნივერსიტეტში ქორეოგრაფიული მიმართულებით. ერთ-ერთი მათ შორის იყო ნინო ლორთქიფანძე სოფიშვილების ერთ-ერთი სოლისტი და ასე შემდეგ. 2006 წლიდან უკვე თავისი ინსტიტუტი აქვს ქორეოგრაფიას, ასე ვთქვათ, უბრალოდ 1993 წლიდან, მაგრამ როდესაც კულტურის ინსტიტუტი უქმდება, აი ეს მთელი შემადგენლობა გადმოდის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და უკვე 2006 წლიდან მთელი ფაკულტეტი ფაქტობრივად არის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შემადგენლობაში. მეგონა რომ მოვიდოდნენ ამ მიმართულებიდან, მაგრამ სამწუხაროდ არ არიან. ქალბატონი ეკაგელიაშვილი, უჩადვალიშვილი და ასე შემდეგ დღეს აგრძელებს მუშაობას ეს მიმართულება. ეს რაც შემიძლია ატმერებში ჩემი ნაშრომი გახლავთ ქორეოგრაფია ქართულ კინოში და რაც გულისხმობ ახლა ამაში ქორეოგრაფია ქართულ კინოში ვფიქრობ რომ შეუსწავლელი იყო და იყო ძალიან საინტერესო რამდენიმე მიმართულებით და მართლაც ასე გამოიკვეთა. დავიწყე ყველაზე ძველი ფილმიდან, ელისოდან და ჩემთვის მართალი გითხრათ ეს იყო როგორც წყარო,
ეთნოგრაფიული, ისტორიული, წყარო, ძველი ფილმები, განსაკუთრებით უხმო ფილმები. იმიტომ რომ ისინი 100 წლის წინანდელია ფაქტობრივად და ის ავთენტურობა, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა ფილმებში არის დაცული და დოკუმენტური ფილმები იმდენი არა გვაქვს. ერთი ბუბა არის, სადაც რაჟული ფეხულები არის წარმოდგენილი და მეორე აკაკის მოგზაურობა რაჭაში და აი ეს მხატვრული ფილმებიც ასევე წყაროს, ასე ვთქვათ, ფუნქციას ძალიან კარგად იღებს და მართლაც ისეთი კარგი მასალა აღმოჩნდა აქ აი ამ ძველ ფილმებში, რომ საოცარი იყო, მართლაც აღმოჩენა იყო. აი ეს ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება ისედაც მაინტერესებდა ფონი როგორი იყო. აი უკვე შემდეგი პერიოდი 40-50-იანი 60-იანი წლები, როდესაც უკვე იქმნება ისეთი ფილმები, როგორც არის გიორგი სააკაძე, ქეთო და კოტე და ასე შემდეგ და კიდევ იდეოლოგიური, ასე ვთქვათ, ნიშნით აღბეჭდილი კინოფილმები მაინტერესებდა როგორი იყო ეს ფონი და ზუსტად ისეთი იყო, როგორცაც ვფიქრობდი, არის აქ, ასე ვთქვათ, კომპოზიციები შექმნილი, რომლებიც ჩადგმულივით არის ფილმში. ანუ აი მაგალითად, ვთქვათ, გიორგი სააკაძე, ხო, როგორი ფილმი არა, წარმოგიდგენიათ, რომ დავით ჯავრიშვილს, რომელზედაც ახლა ვისაუბრე, აქ ნამუშევარი ამ ფილმზე და გიორგი სააკაძეში ამბავი და თხრობა მიმდინარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ის პერიპეტიები მტარდება აღმოსავლეთ საქართველოში და ჩვენ ფილმში ვხედავთ ხორუმს. ხორუმს, რომელიც არის სამხრეთ-დასავლეთ და საქართველოსა და ფოლკლორული ნიმუში. ის წესით ვერ უნდა მოხვედრილიყო. და ბევრი საერთოდ აი ესეთი დეტალები ერთგვარი პირობითობა გასდევს ამ თვალსაზრისით ამ პერიოდის ფილმს და ფილმებს. და მესამე კიდევ რაც გამოიკვეთა, ეს იყო მეტაფორულობა, ქორეოგრაფიული მეტაფორულობა კინოში. აქ ბევრი არ გვაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენიმე ნიმუში იყო ძალიან საინტერესო. საერთოდ სული შემძვრელი იყო ელისო. ელისო, როდესაც გადასახლებული აული მიდის გზაზე, ქალი გარდაიცვლება და უცბად ეს მოტირალი მთელი აულის მეთაურის ბრძანებაზე იწყებს ცეკვას, ღიარულებას და ეს იყო საოცარი კადრია მართლაც, იმიტომ რომ აი რა ახლოა სიკვდილსა და სიცოცხლის შორის ზღვარი რა ახლოს გადის და გარდა ამისა კიდევ გაჩნია როგორ წავიკითხავთ არა და მეორე დეტალი კიდე რაც იყო რომ რაც არ უნდა სიძნელეს ჩნდებოდა შენ ცხოვრებაში უნდა გადალახო ის და ის უნდა როგორმე გადაიყვანო იმ პოზიციაში რომ შენ არ შეეწირო ამ სიძნელეს. აი საოცარი იყო და რამდენიმე ფილმი იყო, ერთი იყო კიდე რომელიც ძალიან მომეწონა, ეს არის მზე შემოდგომისა, როდესაც ტანგოს ცეკვავენ მედია ჯაფარიძე და მეღვინე თურქესია, როდესაც დაღლილი ხონჩას იღებს და უნდა გაიტანოს მედიამ და ჩამოართმევს მის მეუღლე და იწყებენ ტანგოს ცეკვას და აი ამ ცეკვაში, აი რატო ჩასვა რეჟისორმა ხო ეს ცეკვა, ხო შეიძლებოდა სიტყვით ეთქვა უამრავი მადლობა, სიყვარულის გამოხატ არა, აი ამ ცეკვაში დევს უამრავი ემოცია, უამრავი გრძნობა, ფიქრი, აი საოცარია. ეს მე მგონია რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში მეტაფორული ქორეოგრაფიის თვალსაზრისით. და კიდევ ამ თვალსაზრისით შემიძლია გამოვყო გაღმა ნაპირი, როდესაც ეს პატარა ბიჭი თავისი ნების აწინააღმდეგოდ ცეკვავს აი ამ გლების ხროვაში ფაქტობრივად მოქცეული რომ უნდა გადარჩეს და ამ რაღაცნაირად ალეგორიულად თითქოს საქართველოშიც კი გავაიგივე ეს პატარა პერსონაჟი ასე ვთქვათ. აი ეს არის ამ თვალსაზრისით და მესამე რაზედაც მინდა ორი სიტყვით გითხრათ კიდევ ეხლა ხანს მომაწოდეს ზუსტად აი ეს ორტომეული ეს გახლავთ თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისა და აფხაზების მუსიკალურ ქორეოგრაფიული ფოლკლორი, რომელიც გამოვიდა ორ ტომად, ეს გახლავთ ჩვენი სამწლიანი ექსპედიციის ასე ვთქვათ შრომის შედეგი მოვიარეთ თურქეთი თავის მუჰაჯირებიანად და ოელები, კლარჯები, აფხაზები, ლაზები ყველანი ვიყავით ირანში, ფერეიდაში, ვიყავით
აზერბაიჯანში, საინგილოში მოკრიბეთ მუსიკალური და ქორეოგრაფიული შემოქმედება და განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვეყვლია რა წაიღეს ის ავთენტური გარემო, რომელიც იმ ფოლკლორულმა ნიმუშებმა შეინარჩუნა იმ გარემოში. ჩვენთან სხვა გარემოა, ჩვენთან სხვა რა ხდება, ჩვენთან გავლენები არის, სასცენო ქორეოგრაფიაა ძალიან განვითარებული, რომელმაც ფაქტობრივად ფოლკლორი გადავიდა სცენაზე და სცენიდან კულტივირებული ისევ ფოლკლორმა, ანუ სოფელმა, პერიფერიამ უკან წაიღო და ბევრი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, დეტალი არის დღევანდელ ჩვენ ქორეოგრაფიაში და აი იქ იყო საინტერესო იმ ავთენტურ გარემოში როგორ დაკონსერვდა და როგორ შეინახეს ჩვენებმა ნებისმიერ აი ამ კუთხეში და აი ეს ახლა შედეგი სამწლიანი რუსთაველის ფონდის დაფინანსებით და მხარდაჭერით იყო ეს პროექტი. მადლობა. ფერეიდანის ექსპედიციას ფერეიდაში ჩვენ საგანგებოდ მივუძღვენით ამ დისკურსი და ხალხათუნას პრეზენტაციაც ჰქონდა და გარდა ამისა არტ კვლევებში არის ამ ექსპედიციის შედეგები მოკლედ წარმოდგენილი. ასევე გეტყვით, რომ არტ კვლევებს საკუთარი უნივერსიტეტის ვებგვერდზე აქვს კიდევ საკუთარი ვებგვერდი, ასე ვთქვათ, და ყველა ეს კრებული ელექტრონულ ფორმატში არის წარმოდგენილი და ნებისმიერ მსურველს, რა თქმა უნდა, შეუძლია გაეცნოს ამ ინფორმაციას. ეხლა ვაგრძელებთ ჩვენს პრეზენტაციას და მე ვთხოვ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მკვლევარს, კინომცოდნეს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ბატონ გიორგი რადმაძეს. მადლობა. ძალიან მოკლედ გეტყვით, որ მიკროფონში გაზრდები. რა თქმა უნდა, კრებული, რომელიც ჩვენ უნივერსიტეტის ასისტენტის თავს, იქ კინომცოდნეობის ფაკულტეტის შესახებ გავწერე, ბევრი რაღაცა მანამდე უცნობ ფაქტსაც მოვყარე თავი და რა თქმა უნდა ლელა ოჩიაურის ძალიან დიდი დახმარებით ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაზუსტება გავაკეთეთ სანდრო თუშმელიშვილი რომელიც იყო სწორედ აი კინოფაკულტეტის და კინოცოდნეობის ფაკულტეტის დაფუძნების საფუძვლებში რატომღაც ისე აღმოჩნდა რომ ცოტა ისტორიის ფურცლებიდან წაიშალა ეს პიროვნება და აი ასე ჩვენ დიდი მეცადინეობით ეს ფიგურაც დაბრუნდა მნიშვნელოვანია სწორედ აი ასეთ კრებულში და ამ კვლევაში და მოკლედ ბევრი რაღაცა კიდე სხვა მიმართულებაც დავაზუსტეთ იქ თარიღები იქნება ასევე ამ ადამიანების როლზე რომლებიც რა ქვია არა მხოლოდ კინოცოდნეობას არამედ ძალიან დიდი ღვაწლი შეიტანეს უპირველეს ყოვლისა კინოფაკულტეტის დაფუძნებაშიც და ასე შევეცადეთ ცალ-ცალკე კიდე ამ თავდავეძახდით მოკლედ ფუძემდებელ დედებს, იმიტომ რომ რატოღაც ასე აღმოჩნდა რომ ბევრი ქალი იყო, სწორედ პირველი კინომცოდნე, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ სხვა ადამიანებიც იყვნენ მოკლედ ამ პირველ პერიოდში, პირველ თაობაში, ხო? მეორე სტატიას რაც შეეხება უკვე რომელიც აკვლევებშია, ეს კვლავ ქართულ თემას აგრძელებს, უბრალოდ გადადურვ ახალ მედიებში და აქაც რაღაცნაირად შევეცადე რომ ბევრი მასალა არ არის ახალი მედიების მიმართულებით, ბევრი კვლევა არ არის, ძალიან ახალია ეს ხილი ზოგადად ქართულ ხელოვნებაში, აუდიოვიზუალურ ხელოვნებაში და ამიტომ ასე შევეცადე რომ აი რაღაცა ესე პირველი ჩარჩო გამეკეთებინა, რომელიც მერე უკვე იმსახურებს, რა თქმა უნდა, უფრო მე ჩაშლას და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა მონოგრაფიის მიმართულებით გავაგრძელებ ამაზე მუშაობას უკაცრავად. პრობლემა ის არის, რომ ძალიან ახალია და ჩვენ ბევრი რაღაცა გამოვტოვეთ ამ მიმართულებაში. ხო, იმიტომ ახალი მედიები ჩდება 60-იან წლებში და ჩვენთან 60-იან წლებში არაფერი ამ მიმართულებით არ არსებობს. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მე არ აღმომჩენია, იქნებ რამე იყოს, ხო? მაგრამ ნუ სავარაუდოდ არაფერი არ არსებობს. მაგალითად, აი უკვე 80-იან წლებში, ამ დაახლოებით 20-30-იან წლების დაგვიანებით რუსეთში ჩნდება ახალი მედიების ასეთი პირველად უსინჯავენ კბილს და მაგალითად კინოს მიმართულებით ასეთი ფენომენიც არსებობს პარალელური კინო, რომელსაც ძალიან მოკლედ შევეხი აქ და ქართულ ენოვან კვლევებში ამ ფენომენზე ძირითადად მე
არაფერი არ მინახე, ისედაც ძალიან ზოგადად ცოტა კვლევა არსებობს ამ ფენომენის და ნუ რაღაცნაირად შევეხე და აღმოჩნდა რომ საქართველოში 80-იან წლებშიც არსებობდა თუნდაც პარალელური კინოს ფენომენი, რომელმაც შემდეგ უკვე რუსეთში მაგალითად წარმოშვა ზოგადად ეს აუდიოვიზუალური მიმართულებით ახალი მედიები და ასე შემდეგ, ხო? და ნუ ჩვენი ისტორია იწყება 90-იან წლებით 90-იან წლების უფრო ვიტყოდი მიჯნაზე 2000-იან წლების მიჯნაზე, როდესაც მაგალითად აი ისეთი არტისტი როგორიცაა ნიკა მაჩაიძე, მუსიკოსია და ნუ ეს ახალ მედიებში ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვადასხვა მიმართულებაში, სხვადასხვა მედიუმში ერთად უნდა მუშაობდეს, ძირითადად ყველა ასეთ არტისტს ასე უწევს ხოლმე და ნუ ის იწყებს პირველი, ასე ვთქვათ, ახალი მედიების მიმართულებით ვიდეო ნამუშევრების გაკეთებას. სანდრო ვახტანგოვი, რომელიც ჩვენ უნივერსიტეტში ასწავლიდა, მასაც აქვს რაღაცა თავისი პარალელური მიმართულება და ნუ ნელ-ნელა მოკლედ რაღაცა საფუძველი ეწება ამ მიმართულებას, მოდი ასე ვთქვათ და მოვდივარ შედარებით უფრო თანამედროვე არტისტებთან, ეს რაც ყველაზე მეტად მახარებს, იმიტომ ყველა ის არტისტი, როგორიცაა ქელმე ფარიშვილი, ანდრო ერაძე, თუ სხვები, ძალიან ცოტაზე ვლაპარაკობ, ბევრიც არ არის, ხო, ამ მიმართულებით, მაგრამ ვინც არიან, ეს არიან ყველა ის არტისტები, რომლებიც დღეს მოღვაწეობენ, დღეს აკეთებენ თავის შემოქმედებასაც დღეს აფუძნებენ და ასევე აფუძნებენ ახალ მედიებს, ქართულ ახალ მედიებს, რომელიც ჩემი აზრით ჯერ პირველ ნაბიჯად დგას, მაგრამ აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა. ხო, ეს იყო. დიდი მადლობა. აი ამ საარქივო კრებულის ერთ-ერთი გამორჩეული სტატია, რომელიც მანამდე ვახსენე, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს დაემთხვა ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის და დარგის წლისთავი და სწორედ ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ქსელი სტატია აქვს ქალბატონ ბატონ კინგიურს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს და უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელს. ქალბატონ ბატონ, გთხოვთ. მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე, იმიტომ რომ აი ასეთი მრავალფეროვნებით წარდგა ინსტიტუტი ჩვენს წინაშე. ძალიან მახარებს ეს ამბავი. სულ რამდენიმე წელია, რაც ხელახლა დაფუძნდა, მოდი ვთქვათ, ხომასია ცოტა ხანი შეწყვეტილი იყო მისი მუშაობა, მაგრამ აი, ზუსტად ამ ბოლო წლების განმავლობაში მოხდა ისე, რომ ასეთი სისტემატიზებული ხასიათი მიიღო სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნება და აი ესეთი მრავალფეროვანი წიგნები მივიღეთ ჩვენ, წიგნები და კრებულები. როგორც ხედავ, ამ ინსტიტუტში შეიკრიბა თავის საქმეზე შეყარებული ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან შრომას და ყოველ წელს დებენ თავის გასაკეთებელ საქმეს. ყოველ წელს არიან ისინი ჩვენ წინაშე შედეგებით წარმოდგენილი. ხედავთ ამას ჩვენ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ მართალია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თავის დროზე ინსტიტუტი, ჩამოყალიბდა როგორც შემოქმედების კერა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, აი ფაქტურად სამჭედლოსავით იყო მისთვის და არის დღესაც ხელოვნების კადრების მომზადების თეატრისა და კინოს მიმართულებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ მისი შექმნიდან 2000 წელი იყო, სულ რაღაც გასული გია, როცა შეიქმნა თეორეტიკოსთა სამჭედლოც, ასე ვთქვათ. თეორეტიკოსების, რომლებიც თეატრცოდნეებით იყვნენ წარმოდგენილნი მაშინ. 40 წელი იყო, 1940 წელი, როცა პირველად მიიღეს თეატრცოდნეები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. აი, აქედან იწყება უკვე თეორეტიკოსთა ისტორია ჩვენს უნივერსიტეტში და არა მარტო შემოქმედებითი, არამედ სამეცნიერო დაწესებულებაც ხდება. აი ამ სამეცნიერო ტრადიციებს აგრძელებს ჩვენი ინსტიტუტი,
რომელიც დღეს წარმოგვიდგენს თავის ნამუშევარს, აგრძელებს კიდევ თეორეტიკოსთა ფაკულტეტი, სახელოვნებო მეცნიერებათა და რელიგიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი და განსაკუთრებით ინტენსიურად ეს ნამუშევრები, ეს კვლევები ბოლო წლებში არის გამოყენილი და მისაწვდომი. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყოველი თქვენგანი რა საქმესაც აკეთებს და მოხარული ვიყავი, რა თქმა უნდა, მეც როცა ირმასგან შევიტყვე, რომ ეს კრებული გამოვიდოდა, ამ კრებულში ლაპარაკი 100 წლის თავისადმი მიძღვნილი კრებული, რომელიც კრებს ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიას, კიდევ ერთხელ უღრმავდება მას და გვაჩვენებს ამ დარგების მრავალფეროვნებას, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში არის წარმოდგენილი და კიდევ ის ჩანს, რომ ფაქტიურად ნამდვილი ხელოვნების სამყარო შეიქმნა, ვიწრო პროფილით დაბადებული, ფართოდ გაიშალა და ყველა ხელოვნებას აერთიანებს ჩვენი უნივერსიტეტი. და აი პატივი მქონდა მეც ამ კრებულში გამომექვეყნებინა სტატია, რომელიც ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებას ეხება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ირმამაც აღნიშნა და ეკათაბუკაშვილის სტატიაც არის წარმოდგენილი, რომელიც ისტორიულ ეტაპს ეხება. თეატრისა და კინოს ინსტიტუტში როგორ დაიწყო ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სპეციალისტებმა სწავლება, რომ ისინი საფუძველშივე აქ იყვნენ, იმიტომ რომ ხელოვნების ისტორიის გარეშე არც ერთი ხელოვნება არ არსებობს, ხოლო თეატრი და კინო აერთიანებს ყველა ხელოვნებას. ესე იგი, მთელი ფაქტიურად მეოცე-საუკუნის განმავლობაში სახელგანთქმული ხელოვნებათმცოდნეები კითხულობდნენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ისინი, ვინც დააფუძნეს და გააგრძელეს ხელოვნებათმცოდნეობის დარგი. და აი ასე იყო 90-იან წლებამდე, მეოცე-საუკუნის 90-იან წლებამდე. აი სწორედ ამ დროს შეიცვალა სიტუაცია. სწორედ ამ დროს 90-იან წლების დასაწყისში, კერძოდ 1993 წელს პირველად თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, მაშინაც ინსტიტუტი ერქვა, მიიღეს ხელოვნებათმცოდნეების ჯგუფი. ხო და აი მე და ირმა ზუსტად მაშინ მოვედით აქ სასწავლებლად, გუშინდელი სტუდენტები უცებ აღმოჩნდით ლექტორები. მე კიდევ სტუდენტი ვიყავი, მინდა ვთქვა, რომ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაშინ თავაბარი დოქტორანტურაში, მაშინ ასპირანტურა ერქვა. ხო და თან ვასწავლიდი უკვე და რაღაცა საოცარი პასუხისმგებლობა იყო და ნერვიულობა და მღელვარება სტუდენტებთან გამოსვლა და მინდა გითხრათ, რომ აი რატო შეიქმნა ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება. შეიქმნა იმიტომ, რომ აი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შეიცვალა სასკოლო პროგრამა. სასკოლო პროგრამას დაემატა საგანი ხელოვნება. ეს არ იყო ის, რაც ჩვენ სკოლის პერიოდში ჰქონდა ნასწავლი. გახსოვთ ყველას ალბათ, რომ სკოლაში ჩვენ ვსწავლობდით ხატვას ან მუსიკას, ხომ ასეა? ანუ და არც ერთი საგანი არ იყო სკოლაში ისეთი, რომელიც გააერთიანებდა, საერთოდ ხელოვნების აღქმაზე იქნებოდა მიმართული და აი ამ პერიოდში დაემატა საგანი ხელოვნება, მაგრამ ხელოვნების მასწავლებელი არ იყო. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, სადაც არა მარტო სახელმწიფო ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორია იყო, არამედ ზუსტად მუსიკას, თეატრიც, კინოც, ყველაფრის გამაერთიანებელი, ზუსტად ძალიან ნაყოფიერი წერა აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელოვნების მასწავლებლის პროგრამა გახსნილიყო. და აი ასე ხელოვნების პედაგოგებს ზრდიდით თავიდან. მაშინ ქალბატონი ცირაელისაშვილი ასწავლიდა და აი სულ ახალგაზრდები შემოუერთდით. ძალიან დიდ ხანს ასე ვიყავით, მე ქალბატონი დალი ლებანიძე შემოგვიერთდა, რომელზეც ამ სტატიაში ვწერ. ნელ-ნელა გვემატებოდა პატარა გუნდი ვიყავით, მე ეკა კიკნაძე, სულ ბოლოს ქალბატონი ირინე აბესაძე უკვე მე-21 საუკუნეში და აი ასე მოვედით დღევანდელობამდე. ეხლა აქ ყვები დაწვრილებით ამ სტატიაში რა გზა გაიარა ხელოვნებათმცოდნეობამ კი არა, საერთოდ ჩვენმა პროგრამებმა უკვე 21 საუკუნეში ძირეული გარდაქმნები
აი ეს რეფორმის პერიოდი, როცა ხელოვნებაცოდნეობა მთლიანად აი განვითარდა სამ პროგრამად, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და ყველა პროგრამა ასე გადავიდა სამსაფეხურიან სისტემაზე და მე აღარ მინდა ბევრი თავი შეგაწყინოთ, იმიტომ რომ მთელი ამ პროცესის ასე ვთქვათ შუაგულცემში რეალებით ბევრმა თქვენგანმა იცით და ის მინდა ვთქვა, რომ რითი არის ახლა ეს ხელოვნებაცოდნეობის მიმართულება თეატრალურში გამორჩეული. თქვენ იცით, რომ სამხატვრო აკადემიაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის იგივე სპეციალობები და ბევრმა სხვა უნივერსიტეტებმაც გაახსნა ხელოვნებაცოდნეობა, კერძო უნივერსიტეტებმა. მაგრამ თეატრალურში ის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ჩვენი სტუდენტები და სპეციალისტები აბსოლუტურად ყველა ხელოვნებაში ფართო განათლებას ღებულობენ. რაც სწორედ სჭირდება იმას, რომ სკოლაში იქნება თუ სამომავლო ასპარეზზე გაიტანონ კულტურის ზოგადი ხედვა. გარდა ამისა, ჩვენთან არის მესამე კერა საქართველოს მასშტაბით, სადაც არათუ ასწავლიან ხელოვნებას, არამედ დარგის კვლევა ხდება, სამომავლო განვითარება, დარგში სიახლეების შემოტანა, ანუ სადოქტორო საფუძველი გვაქვს და ახალი კვლევები იდება. ხელოვნებაცოდნეობის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, მე ვიტყოდი, საერთოდ მთლიანად ჩვენი დარგების განვითარებაშიც, საერთო სურათს ქმნის ხელოვნებათა მეცნიერებებში და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ამ მრავალფეროვან მოზაიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფერიც გახლავთ ჩვენს ინსტიტუტში. ასე რომ მე კიდევ ერთხელ გივოცავთ ამ დღეს, ისე გამოვიდა, რომ ჩვენი საიუბილეო წელიწადი გაგრძელდა კიდევ 2 წელი და გვიხარია და ასე ერთად აღნიშნავთ 100 წელიწადს, რომელიც გარეკანზეა გამოტანილი და წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, აი ასე ერთად მუშაობით ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, იმიტომ რომ იწერება ისტორია თეატრალურ ინსტიტუტს და ქართული კულტურის ხელოვნების შესახებ ინფორმაცია იდება მომავალი თაობებისთვის. წარმატებებს თქვენ და ძალიან მადლობა. ეხლა ჩვენ გასასრულისკენ მივდივართ და ორი სპიკერი ყავს, რომელსაც დიდი პატივით წარმოვადგენ ქალბატონი მანნა პაიჭაძე, გახლავთ ჩვენი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გერმანისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. გთხოვთ ქალბატონ მანნა და შემდეგ უკვე პრეზენტაციას დაასრულებს ქალბატონი ქეთევანელი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონმა ჩვენს ინსტიტუტს და ჩვენს უნივერსიტეტს. მე აღარ გავაგრძელებ იმ მნიშვნელოვან საქმეზე საუბარს, რასაც ჩვენი ინსტიტუტი მგონი წარმოადგენს და ეს მგონი ასევე უდავოა. და მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი მიიღო მონაწილეობა მთელ ამ და არა მხოლოდ ამ ყველანაირ საქმიანობაში, რომელსაც ჩვენი გუნდი ეწევა. და მე და ქეთის განსაკუთრებული პრივილეგია გვაქვს, რომ იტყვიან ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თუნდაც აი რეგულების შექმნის პროცესში თავიდანვე ვართ ჩართულები და თავიდანვე აქტიურად ვეცნობით ერთმანეთის არა მხოლოდ როგორც ავტორები. არა, მე ამის თქვა მინდა, არა მხოლოდ როგორც ავტორი. რაც შეეხება ჩემს ნაშრომს ადგილების მეექვსე ტომში, ეს გახლავთ ნაწილი დიდი სამომავლო წიგნისა, რომელიც იმედი მაქვს, რომ სადაც 3 წელიწადში დასრულდება. Stigni scorvaxenele maïsis bolos ჩვენ არ დისკურსზე და ანონსზე ასე ვთქვათ, ეს არის
ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია საოპერო დრამატურგიაში და ოპერას მევეხები იმდენად, რამდენადაც ძალიან სიტამამეთ არ ჩამოთვლით ამას, არად გრძნობ აქ თავს, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მყარად, ვიდრე დრამატულ თეატრზე ამ კინოზე უნდა მეწერე, იმიტომ რომ ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ოპერაში მე დილეტანტი არ ვარ. და როგორც ძალიან ბევრი ცნობილი მოაზროვნეები ჩამოთვლი მათ გვარებს, ფრანგები, ინგლისელები, გერმანელები, etc. უცხადებდნენ ომს დილეტანტიზმს, მე ომს არაფერს არ უცხადებ, მაგრამ ვერ იდები ხოლმე ყოველთვის ისეთ რაღაცაზე მუშაობას, რაც 100%-ით ჩემი არ არის, ამიტომაც გავბედეს. აი ამ წიგნის ერთ-ერთი სამომავლო წიგნის პროექტის ერთ-ერთი ნაწილი არის წარმოდგენილი ამ 6 კრებულში, ეს არის პროსპერ მერიმეს და ჟორჟ ბიზეს კარმენი. ანუ ეს არის კომპარატისტული ანალიზი, რომელსაც მე იმ საოპერო ნაწარმოებებზე ვაკეთებ, რომლებიც შექმნილია ლიტერატურული ნაწარმოებების მიერ. რა თქმა უნდა, ვერ შევეხები ყველას, ეს არის რჩეული ასე. უკვე გაკეთებული მაქვს გოეთეს და მასლეს ვერტერი, გაკეთებული მაქვს და გამოქვეყნებული ცხადია ჯოვანი ვერგას და პიეტრო მასკანის სუფლის ღირსება, ეს კარმენი და ტოსკა, სარტუს და პუჩინის ტოსკა. ამჟამად მე სხვათა შორის კარმენის გახსენება დამჭირდა ჩემი ყველა დეტალის გათვალისწინებით ვიდრე აქ წამოვიდოდი, იმიტომ რომ ამჟამად მთლიანად თავის ფეხამდე ვარ ჩართული ფაუსტში. გოეთეზე რო არაფერი ვთქვა, რომელშიც მთელი ცხოვრება ვარ ჩართული, ბუნო და არიგო პოეტო ძალიან სერიოზულ თავსაკეთს მიგდიან, სასიამოვნოს. იმ თემიდან ვარ აქეთ ისე წამოსული, რაღაც რეტროს ვაკეთებ. როგორ ვიკვლევდნენ? მეთოდი არის, მე არ მინდა ეხლა შინაარსი მოგიყვეთ, ვინ იყო პროსპერ მერიმე და ვინ იყო ჟორჟ ბიზე. ხო, ესე არა. მithumetes რომ ბიზეს კარმენი და მერიმეს კარმენი მე იმედი მაქვს ყველამ კარგად ვიცი. მე ვიკვლევ ყოველთვის წერალს თავიდან ბოლომდე ჩემთვის. მე ვაკეთებ შემაჯამებელ ანალიზს მის შემოქმედებაზე და მე ვკლავდები კონკრეტულად იმ ნაწარმოებს, რომელზედაც გვაქვს საუბარი. ტექსტოლოგიური კვლევა მიდის აქ თავისებული, ისეთი როგორიც, მაგრამ თქვათ, მანამდე მე არსად არ წამიკითხავს, არ შემკვეთრია ქართულ გამოცემებში. დასავლური და სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ ძალიან სკრუპულოზულად ვიკვლევ გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ენებზე და რუსულ ენებზე გამოცემებს. ყველა გამოცემა სამწუხაროდ იმ ბიბლიოგრაფიაში მე ვერ ხდება, რომელიც ახლავს თან სტატიას, იმიტომ რომ კონკრეტული ციტაცია მისი არ არის, მაგრამ ამის მიღმა ეს დიდი სამუშაო ტარდება. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, რა თქმა უნდა, მე მუშაობ კლავირით, ლიბრეტოს ტექსტით და აი ესეთი კომპარატისტული კვლევა მიდის. თუ პროსპერ მერიმეს შემოქმედება ცალსახად ფრანგული რეალიზმია, გარკვეული რომანტიკული ნოტებით და მერიმე ნამდვილად ნოველისტიკაში არის ძალიან გამორჩეული მწერალი, ერთ-ერთი პირველი, ასე ვთქვათ, რომელმაც ფრანგულ ნოველას ისეთი სიცოცხლე შეძინა. ბიზეს მუსიკა
რეალიზმზე გაცილებით უფრო სადღაც სხვა განზომილებაშია. ისესაც არ ქონდა მარტივად საქმე, რთული ცხოვრება, რთული შემოქმედებითი გზა, 15 ოპერიდან მხოლოდ 8-მა მოიპოვა მეტნაკლები აღიარება და მათ შორის კარმენმა ბოლო ნაწარმოებმა მისმა რა მოახდინა ვიზემ თავისი კარმენით. მან შექმნა ახალი საოპერო დრამატურგიული, მუსიკალურად საოპერო დრამატურგიული სტილი, ახალი მიდგომა ტექსტის განსაცვლებისა. ვიზე ძალიან დეტალურად მუშაობდა ლიტერატურულ წყაროზე და აი ეს მიდგომა, ეს ჩაღრმავება ტექსტში, ეს ყველაფერი ჩანს მის მუსიკაში, მაგრამ რა თქმა უნდა მუსიკა თავისი სიცოცხლით ცხოვრობს. ჩვენ როდესაც უსმენთ დღეს მის მუსიკას, ჩვენ ხშირად ვარ ალბათ პირველი შეხედულება და შთაბეჭდილება არის ის ალბათ მაყურებელზე, რომ არის ძალიან ლამაზი ეფექტური და სიცოცხლის სავსე. რა თქმა უნდა, ეს იდეა ჩააქსოვა ვიზემ ჩავის უბერტურაში, ტორეადორის იმერაშიც და ფინალურ აკორდშიც კი მაინც მაჟორული წერეთობა ისმის. ანუ მან გადაფარა ის ტრაგიზმი, ის ყველა ნიუანსი, რაც ამ ტრაგიკულ ფინალამდე მიგვიყვანა. აღარ მოვყვები მე ამ დაპირისპირებას თოხუზეს და რამენის დედებლის ყველაფერი არის წერია. მე მგონი რომ წერია, რომელიც უწერდი და ნამდვილად გამოჩნდება. და რა თქმა უნდა წელს კარმენის საიუბილეო წელია 150 წელი მისი პრემიერიდან. ეს 150 წლის მანძილზე გამიჩნდა რომ ეს ოპერა ლიდერია ერთ-ერთი მცირეთაგანიდან, რომელიც მსოფლიოს საოპერო რეპერტუარზე აღშენდა. და ეს ოპერა რომ არა, ალბათ პროსპერ მერინოს ტექსტი არავის აღარ ეხსენებოდა დღეს ისე გარდა ვიწრო სპეციალისტების. დასასრულს ხო ხალხთან ქეშევან ელაშუს ჩვენ ლიტერატურულ კონსულტანტს, ფილოლოგიის დოქტორს და ჩვენს უსაყვარლეს კოლეგას. მოგესალმებით, საზოგადოება უკვე გადაღლილია და შევეცდები ვისაუბრო ძალიან მოკლედ და რადგან მე ვარ სიმბოლოლოგი, გვერდჟვერაული ამ ფაქტს და ვიტყვი ასეთ რამეს, რომ თვითონ ჩვენი სამეცნიერო კრებულის ars მის მრავალფეროვნებას თემატიკის, ის პოლისემანტიზმი, რაც აქ არის წარმოდგენილი, ის საოცარი თავისუფლება, სიახლე, ყოველგვარი ნოვაციები, თუნდაც კონკრეტულ სტატიებში, როდესაც შეჯერება ხდება ხოლმე ავტორებთან, აი ტერმინოლოგიის თვალსაზრისითაც, რომ ქართულ ენას როგორ უნდა მოერგოს, ყველაფერი აი ამას პასუხობს სახელდება არტ-კვლევები, რომელიც ყველა სხვა ქრესტომატიული სამეცნიერო კრებულებისაგან განსხვავდება იმით, რომ აქ არის შემოქმედებითი თავისუფლება. და აი ყველანაირადაც, როგორც ვთქვათ, ლიტერატურული რედაქტორი ყოველთვის მითვალისწინებ იმას, რომ ავტორის ის თავისუფალი ხედვა, ნება, სუნთქვა, ზოგჯერ შეიძლება იმ ტერმინოლოგიაში იყოს რაღაც აი ოდნავ სხვაგვარად ქართულ ენის თავისებურებიდან, მაგრამ ეს ავტორის თავისუფალი ნება და ამ თვალსაზრისითაც მას ვანიჭებ თავისუფლებას, იმიტომ რომ სხვაგვარად ეს სამეცნიერო კრებული ასეთი საინტერესო არ იქნებოდა. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ჩემს სტატიას, მე არ მიძლებს ხოლმე, რომ მიუხედავად ძალიან დატვირთული სამეცნიერო ჩემი
ისა, იმიტომ რომ შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტში ძალიან აქტიურად ვიხდება, რომ აქ არ გამოაქვეყნო და ვითვალისწინებ ხოლმე საზოგადოებაში არსებულ გარკვეული ათოსულის წვეთებას, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ წერლობა და ქართული სიტყვას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ წუთში რო გესაუბრებით ამას, სულხან-საბა გამარტავდა ასე, რომ ეს არის ალერსი, იმიტომ რომ ალერსი სიტყვით შექცევაა. და ასეთ ნიუანსებსაც ვითვალისწინებ და აქ არის პუბლიცისტიკის მხატვრული დიაპაზონი და ვეხები ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტიკას. ეს არის რაღაცა საოცარი ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტიკა, იმიტომ რომ აი აქ ძირითადად ვეხები 1988 წლიდან მის გარდაცვალებამდე და სამწუხაროდ ჩვენ დღემდე იმ სადგილარის წინაშე ვიმყოფებით, რა საოცარი თამამი კითხვები დასვა, რა გზაც გამოკვეთა ჯემალ ქარჩხაძემ, აი სწორედ თავის პუბლიცისტიკაში და უნდა გითხრათ, რომ აი სწორედ ილიასეული აქცენტები ის გამოირჩევა. თუნდაც აი ამ პუბლიკაციის დასათაურებებიც კი ძალიან ისეთ მას იძლევა უკვე იმ აქცენტებს ომის საკუთარ თავთან, წერალი ფარისეველთა სამეფოში. წარმოიდგინეთ, მონოლოგი დიალოგიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შემოაქვს, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენ და სამწუხაროდ ვიმყოფებით ასეთ განზომილებაში, ის არ ივიწყებთ, რომ ჩვენ მცირე ერი ვართ, ჩვენ თავის სწორედ სულიერი თასეულობებით უნდა გადავირჩინოთ, ჩვენ მარტო ჩვენი ამბანი კი არ გაგვაჩნია და ჩვენი საკუთარი უძველესი დამწერლობა, ჩვენთან სიტყვას აქვს საოცარი მხატვრული დიაპაზონი და ჯემალ ქარჩხაძე პირდაპირ წერს, რომ ჩვენთან ლექსი, აი როგორც ადამიანის ძარღვებში სისხლით ჩქებს, აი ეს პოეტური პარადიგმები ასე თავისუფლად შემოდის, ოღონდ რა გჭირს, რა სადგილარის წინაშე ვდგებართ, თუნდაც 21 საუკუნეში ინტელექტუალური ბუნებია საქართველოში. და აი ამ ინტელექტუალურ ბურუში გახვეული საზოგადოება ხშირად თავს როგორ იტყუებს და ესეთი თამამისიც აქვს მას ესეთი გამოხატულება და პირდაპირ იწყებს, რომ კაცობრიობის მთელი ისტორია და განვითარებას თვალი რომ მივატევნოთ სამი ზღაპრული რაში ეთოსში შეგუებული, ერთია რელიგია, ფილოსოფია და წერლობა და ჩვენ ყველაფერთან ერთად გვაქვს კიდევ ის უპირატესობა, რომ აი ჩვენთან წერალს და წერლის სიტყვას სხვა ძალა ჰქონდა. აი ამ პასუხისმგებლობას ნიშნავს სწორედ ჯემალ ქარჩხაძე და კიდევ შემოაქვს ერთი რამ, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, როდესაც მის წამსზე ეკითხებიან, რომ ჩვენ ღვთისმშობლის სულთნი ქვეყანა რა თქმა უნდა და ჯემალ ქარჩხაძე ძალიან თამამი შეკითხვას სვავს. ღვთისმშობელმა რომ ეხლა იხილოს თავისი სულთნი ქვეყანა და წარმოიდგინეთ აი დაწყებული სწორედ აი ეს ქარტეხილები, რაც გადავიდა წინა საუკუნეში, ისი გამოძახილი სამწუხაროდ დღესაც გრძელდება პირდაპირ სვავს, მოეწონებოდა თუ და თავისი ძებნული. მოდი ამით დავასრულებ და ვიტყვი, რომ აი სწორედ ნებისმიერი გამოცემა, ჩვენი ურთიერთობა, სამეცნიერო მოღვაწის იქნება, მუშაობა სტუდენტებთან ურთიერთობა თუ რა, აი ყოველგვარი რაც თვითონ ჯემალ ქარჩხაძესაც არის დამახასიათებელი, ყოველგვარი მამხილებელი პათოსის გარეშე წერს და ამხელს ჩვენს სადგილას, ხო? და ჩვენ შეგვწევს ძალა ჩვენს პროფესიაში და ჩვენი აი ეს ასპარეზი გვაქვს ძალიან დიდი, რომ ის სულიერი გზავნელობიდან გამოვიყვანოთ ჩვენი საზოგადოება. დიდი მადლობა ყველას მოგზაურობისთვის, ჩვენ ხანგრძლივ პრეზენტაციაზე დასწრებისთვის და გელი და გელოდებით მოვიდოდეთ ჩვენს ართ დისკურსებსა და პრეზენტაციებს. დიდი მადლობა.